ვარძის რეაბილიტაცია იწყება პრემიერის გადაწყვეტილებით არქიტექტურული ძეგლის გადასარჩენად 9 მილიონი ლარი გაიხარჯება. ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წლის ბოლოს წარმოადგენენ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ვარძის სიცოცხლის გახანგრძლივების საფუძველი უნდა გახდეს. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია კულტურის მინისტრი. ვარძია ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პირადად მოინახულა და სპეციალური განცხადება გააკეთა. პირდაპირ ეთერში უნდა ჩავთოთ ნოდარ ჩაჩუა, რომელიც ვარძიაში ამ დრომდე რჩება. ნოდარ, საღამომშვიდობის. რა ტიპის სამუშაოების ჩატარებაზეა საუბარი? დიახ, ირაკლი, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპის ძირითადი ნაწილი სამუშაოებისა უკვე დასრულებულია ამ დროისთვის, უკვე სრულად არის შესწავლილი თავად ვარძიის დაზიანებული უბნები, ახლა უკვე მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები ამ დაზიანებული უბნებისა, თუმცა კიდევ ერთი წლის განმავლობაში მოხდება მასზე ძეგლზე დაკვირვება და ამის შემდეგ უკვე დაიდება კონკრეტული რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოხდეს, უკვე მეთოდოლოგია, რა მეთოდოლოგიით უნდა მოხდეს თავად ინფრასტრუქტურის აღდგენა. ამ საქმეში ჩართულია როგორც UNESCO-ს ექსპერტები, ასევე იტალიიდან და იაპონიიდან მოწვეული ექსპერტები, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში უკვე მიღებული აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ძეგლების რეაბილიტაციაში მონაწილეობა და აქვთ გამოცდილება. ამავე დროს უცხოელ ექსპერტებთან ერთად მობილიზებულია სრულიად ქართული სამეცნიერო სამყარო, თუ შეიძლება ასე ითქვას, თითქმის ყველა უნივერსიტეტის მეცნიერი არის ჩართული აღნიშნულ საქმეში და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ აღნიშნულ პროგრამაზე. ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კლდეში ნაკვეთი ქალაქის გადარჩენას. იგი 2015 წლისთვის უკვე პირველი ნაწილი მისი სრულად იქნება დასრულებული. დღეს სამუშაოები თავად პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. ვარძის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა უკვე ამოქმედდა. ქვაშინაკვეთ არქიტექტურულ კომპლექსზე აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაწყებულია დაშლის პირას მყოფი კლდის სტრუქტურის სეისმოტომოგრაფიული და გეოფიზიკური კვლევა, წყალამრედი სისტემის რეაბილიტაცია, მშენებლობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩატარდა სპეციალური აეროფოტოგადაღება კვადკოპტერის გამოყენებით, თერმული კამერის გამოყენებით მოხდა თვითონ გამოქვაბულებში არსებული ტენიანობის კვლევა. ეს ყველა სამუშაო მიმართული არის იმ ძირითადი პრობლემების გადაწყვეტისაკენ და ამ გადაწყვეტილების მონახვისაკენ. პროგრამას UNESCO-ს ექსპერტი, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინჟინრო გეოლოგიური მეცნიერების დოქტორი კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს. პროექტში აქტიურად არიან ჩართულები სამეცნიერო და საერთაშორისო ინსტიტუტები. UNESCO-ს ექსპერტის რანგში არაერთ უნიკალურ ძეგლზე მიმუშავია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადა, რომ ვარძია მართლაც გამორჩეულია. ამაყივა, რომ ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას. ვარძიას მსოფლიო მნიშვნელობა და ღირებულება აქვს. აქ ბევრი პრობლემა ფიქსირდება, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ისინი დაძლებადია. კვლევების მეშვეობით შევიმუშავებთ სწორ საკონსერვაციო მეთოდოლოგიას. ვარძის ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგებისთვის მიუვალ სახიფათო უბნებზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის კიბეებისა და მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს. წესრიგდება ტურისტული ბილიკები. დამონტაჟდა განათების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ვარძია სრულად განათდება და ვიზიტორებისთვის მისი მონახულება და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენა ღამის საათებშიც იქნება შესაძლებელი. ყველაზე რთული პრობლემა და სასწრაფოდ მოსაგვარებელი იყო ქვათაცვენის შეჩერება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასშტაბის კვლევა და ამ კვლევაზე დაფუძნებული ამ მასშტაბის სამუშაოები ვარძიაში ჯერ არ ჩატარებულა. არქიტექტურული კომპლექსი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი ეტაპისთვის გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებლად 9 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ვარძი არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური პროექტი. ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ძეგლი, რომელიც არის სოფლიო კულტურის ნაწილი, განუყოფელი ნაწილი. ამიტომ ჩვენ ამით რა თქმა უნდა ვიამაყოთ. და ეს არის ჩვენი მთავრობის პირდაპირ მოვალეობა, რომ ამ ტაძრისთვის, ამ ძეგლისთვის გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას გამყარებული. იცით, ალბათ წლების განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს, ასე რომ ამაში ხდება გადარჩენა. ჩვენ დავიწყეთ ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი. ეს პროექტი იქნება დაახლოებით 60 წელიწადზე ასე ვთქვათ გაწერილი. დაახლოებით 3-4 წელიწადში გვექნება კრიტიკული ადგილებისგან განთავისუფლებული ძეგლი, გამაგრებული და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი. რაც ვფიქრობ, ვარძიისათვის ასეთი მასშტაბები მის ისტორიაში პირველია და ძალიან სასიხარულოა. ვარძის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. 2015 წლის ბოლოს დასრულდება ვარძის კედლის მხატვრობის სრულკვლევით დიაგნოსტიკურ დოკუმენტაციაზე მუშაობა. ფრესკების კვლევითი სამუშაოები 2012 წლიდან უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით ხორციელდება.
კვლევითი სამუშაოები უკვე 2015 წლისთვის სრულად იქნება დასრულებული და დაიდება უკვე როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტების მხრიდან დაიდება უკვე რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის აღდგენა და ამის შემდეგ დაიწყება უკვე თავად ვარძიის ინფრასტრუქტურაზე მუშაობა. მადლობა, ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა ვარძიიდან პირდაპირ ეთერში.